საქართველოს საკადასტრო რუკა Google-ის საძიებო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს პროგრამაში Google დედამიწა დეტალურად იქნება წარმოდგენილი. საიტზე განთავსდება როგორც მიწის ნაკვეთისა და შენობის გეგმის ელექტრონული ვერსია, ასევე ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები. თავარი პლუსი ჩემი აზრით ეს არის ვიზუალიზაცია. ნებისმიერ ადამიანს არა მარტო ფუძეზე შეუძლია ორთოპედს ან თავის საკუთრების ნახვა, არამედ შეუძლია რუკაზე. მაგალითად ეს რუსთავიორის შეგვიძლია. ეს ახლა თქვენ რასაც უყურებთ, ეს თქვენი ოფისია, რუსთავიორის ოფისი. რუსთავიორის შენობის მსგავსად ელექტრონულ რუკაზე საქართველოს ყველა ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ნახვა შესაძლებელი. საკადასტრო იგივე საძიებო რუკა უკვე Google-ის სისტემაში განთავსდა. ეს ყველაფერი აიტვირთება Google-ის მონაცემებში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შავი ლაქის ნაცვლად, რომელიც დღეს არის Google-ის რუკაზე, იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი და მარტივად, ასე ვთქვათ, მოსაძებნი ქვეყანა არა მარტო ქვეყნის დონეზე, არამედ თითოეული ქალაქის, თითოეული შენობის დონეზე, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. ვებგვერდიდან რუკაზე დატანილი მიწის ნაკვეთის თუ შენობის გეგმის ელექტრონული ვერსიის ამოღებაა შესაძლებელი. ამისთვის მარტივი ელექტრონული განცხადების შევსებაა საჭირო. პირველ რიგში ეს მოხალხეებს არა იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია ქონდეთ თავიანთ ფონების შესახებ, ხალხი დაინახოს სადებორებს, როგორ მდებარეობს და შეძენის პროცესი იქნება თუ გასვლის პროცესია, საკმაოდ ხელშეუწყობს ჩვენ ფიქრობთ იგივე ინვესტორებს, რას ხედულობენ, როგორ ხედულობენ, თუ ეს უკვე ინტერნეტშიც არის განთავსებული და შესაბამისად ნებისმიერ დაინტერესებული პირი შეუძლია ნახოს. აეროსატელიტური ფოტოებით, რომელიც ახლახან გადაიღეს რუკაზე დატანილია ოკუპირებული რეგიონები. ეს ინფორმაცია იქნება საჯარო, გამოიქნება ინტერნეტში რუკის სახით და ყველა დევნილს ექნება საშუალება ნახოს თავისი ნაკვეთი, თავისი ნაკვეთის რეალური მდგომარეობა ონლაინ რეჟიმში. რუკის მიხედვით საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ყველა სახლის და ქუჩის ოფიციალურად დამისამართება მოხდება. ამ მიმართულებით საჯარო რეესტრში მუშაობა უკვე დაიწყეს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილების დეტალური აღრიცხვა მიმდინარეობს.